არანორმალური ის გამო მივიდა გადაცემა ვერ ხსნი დიალოგს და დისკუსიას, იმიტომ რომ გარეთ ისეთი ამბები ხდება. მე არ ამგონია რომ რამე ისეც იზამენ, რაც აქამდე ამათ თავიდანვე 2012-შივე ქვევრში ჩამხჩვალი ბავშვის კადრები იკადრეს და იმის მერე რა უნდა ქნან ისეთი რომ გაიკვირდეს, მე არ ვიცი. იმის მერე თურმე დედამის ცდილობდნენ დედასთვის დაებრალებინათ იმ ბავშვის სიკვდილი. ამის მერე რა უნდა 2015 წელს ის საზარელი ივნისის ტრაგედია რომ მოხდა, ხალხი რომ შევიკრიბეთ დასახმარებლად, აქეთ დაგშალეს და აქეთ ნაკუწეს რომ რაღაც კონსოლიდაცია არ ქონდა, ყველაფერი რაც სადღაც გავერთიანეთ 2024 წელს ნაკრების თამაშებზე ევროპაზე გასვლაზე რა მომენტშიდაც გავერთიანეთ, ეგრევე ან კანონი შემოგვიდეს, ან ერთმანეთი დაგვაჭმევინეს, სანამ მას გვაკეთებინებენ. ეს არის მაგათი მმართველობის სტილი და ეხლა რავი, იმდენი ფული აქვს მოპარული მართლა არანაირი თავრობის შეცვლა არ აწყობთ, არაფერი არ აწყობთ, აი ჩიხში არიან. ერთ დღეს ევროკავშირის დასკვნა აქვს და ამბობენ რომ საშინელ მდგომარეობაში ვართ, რომ ომში ყოფი უკრაინა გჯობია და კიდე მაგაზე თვითონ გადაობენ ომში ყოფი ქვეყანა რანაირად გჯობიაო და გჯობია, ანუ რა ისა აქვს შენი ის მოლდოვა რანაირად გჯობია, მაშინ ალბანეთს ხომ მაინც უნდა აჯობო თუ რაღაცის ამბიცია გაქვს. მეორე დღეს ამერიკის სენატორები თხოვენ რუბიოს რომ ჩვენი მოქალაქეები დაიცავიო, ანუ ეს სხვა პოლიტიკაშიც პოლიტიკაც აღარ არის, მე მგონი ეგ უკვე მოქალაქეების დაცვას თხოვენ სახელმწიფო დივანს. არ ვიცი ხა ჩიხში არიან. ებრალებენ ფული აიღესო. ეხლა ოღონდის რიში და შაჰინი ვიზეც ესე ამბობენ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი გაიმარჯვებდა 2012 წელს, ყველას ახსოვს, რამდენად აქტიურად იყვნენ ჩართული იმ პროცესებში, პოლიტიკურ პროცესებში, ეს ამბავი. ეს ორი სენატორი და კლინტონიც ხახსოვს, რამდენად დიდი წვლილი მიუძღვის ჰილარი კლინტონსაც მაშინდელი, ის საჭირო იყო ეს მოვლენები ალბათ და რაღაც აზრცელდება რომ თუნდაც წინა ხელისუფლებას ისეთივე რაღაცები უნდა ეკეთებინა ამათთვის 2011-12 წლებში, როგორც ესენი აკეთებენ ახლა, მაგრამ მე არ მიმაჩნია ეგ სწორად, იმიტომ რომ ის რაც მოხდა მაშინ, მშვენივრად ის ისტორიაში დარჩება ის არჩევნები, როგორც არ უნდა ყოფილიყო, რაღაც წარმოუდგენელი, რავი, დემოკრატიის მწვერვალი იყო ალბათ ეგ არჩევნები და ეგ მაშინ ხელისუფლების გადაბარება, ამიტომ ეს როცა წლები გავა და გაიფილტრება და ყველაფერი დაიწმინდება, ეს არჩევნები დარჩება რაღაც ისტორიის ძალიან ნათელ მაგალითად. დანარჩენი რამდენ ხანსაც გააგრძელებენ, ეს ხალხი ხო ხედავთ არ გაჩერდნენ, ეს კანონის აღსრულება მაინც ვერ იკადრესო, სისხლით ის ერთი ადამიანი დააკავეს სისხლით და დანარჩენებს ვერ გაუბედეს თუ რაც ქნეს, ბოლოს მაინც ისევ იმ პოლიციელების ჩაყენება დაჭირდა და დღეს არ გადააკეტინებენ, შეიძლება ხვალ მაშინ რამდენ ხანს უნდა ატარონ ეს ამდენი პოლიციელი, ყველა საღამოს იქ უნდა ყავდეთ მაშინ, ხო? არ არსებობს ვიძახით მთელი წელია ვიძახით რომ ჩიხში არიან, ჩვენ ჩიხში ვართ და ისინი ჩიხში არიან და ისინი უარეს ჩიხში არიან. რავი ხა ამერიკის ამ ასეთი გავლენიანი კაი ეს უილსონი ტროლების და იმის საჯინოთ აქციას და კაი ვითომ დასაცინიკაცია და კაი დაუშვათ ეგრე ეს შახინს ჩათლახს რო ეძახდა ზარქუა და რიშ ამ დონის სენატორებს აი მართლა ჩხუბობენ ტრამპის მოსვლის შემდეგ ვერ გაერთიანენ მთავრობა არ უმუშაობს და ჩვენ საკითხზე თანხმდებიან ეს ხალხი არანაირი კამათი არ მოსულიათ ერთმანეთში რესპუბლიკელებს და დემოკრატებს ჩვენ საკითხზე და რავი ურტყან ამ კედელს თავი და რავი ჩვენ ეს ხალხი ვერ გაჩერდება ამ ხალხისთვის ეს რავი სამსახურად იქცა მოვალეობად იქცა ვერ იძინებს ეს ხალხი სახში ვერ ჩერდება არ შეუძლიათ სინდისი აქვს სინდისია მაგათ ვერ დაელაპარაკები მაგრამ ეს ხალხი მე ხო რაც ვნახულობ იქ მე ვიღაცები ტაქტიკა შევცვალოთ ეს ხალხი თავს რატო აჭერნებს მიხვალ იქ და ვერ აკონტროლებ მაგას ეს ხალხი თვითონ აკეთებს ამას თვითონ აპირებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს იღებენ მართლა კი არ ხო არ იმართება ესა ჩვენც ხო არ დავიჯერებთ ამ ხალხს ვიღაცა რაღაცას რა ვიცი ავალებს და ორგანიზებს ხალებმა რა ვიცი გოგონებმა აჩვენეს ისეთი რამ რომ ვერაფერი ვერ უქნეს ამდენმა პოლიციელმა რა ვიცი გოგონები ვერ გააჩერეს და ბოლოს ისევ გააყენეს ისევ იმას და მაინც მოიფიქრებ რაღაცას როგორც ყველა კანონს ხრელი აქვს ისე აქვს იმ რუსთაველის გადა ესე გვიშლიდან რაღაც პერიოდში და მე ოპერასთან იკეთებოდა და ქვემოთ მოვდიოდით რაღაცას მაინც მოიფიქრებს ეს ხალხი და რა ვიცი დავრჩით ამ პროცესსაბჭოთა სივრცეში ჩვენ ბელარუსი და რა ვიცი რუსეთი სამწუხარო და სხვა შორის დღევანდელი საქმეც მე კახას მინდა ერთი კითხვა დაუსვა ამ თემაზე იურისტია და ალბათ საინტერესო იქნება მისი მოსაზრება დღევანდელი საქმეც ოპოზიციაზე აღძრული საქმეც არის სწორედ პასუხი შენ საუბრობდი მაგალითად ჩვენს პარტნიორებთან რა დამოკიდებულება აქვს და პასუხი 2 დღის წინ ევროკავშირის მიერ გასაჯაროებული იმ ანგარიშისა რომელიც იყო უმძიმესი ჩვენთვის ქალბატონი